მოგესალმებით მეგობრებო, მინდა პირველ რიგში მოგილოცოთ აღდგომის დღესასწაული, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული და მინდა რომ ყველაფერი კარგად გქონდეთ, როგორც ოჯახებში, ისე თქვენ წარმატება გქონდეთ თქვენ ოჯახებში და თქვენ საქმიანობაში. ჩვენ ერთი თვის განმავლობაში, მოდით დავიწყოთ აქედან, რომ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ შევდივართ უარყოფით ველში. კარმულ ველში შევდივარ, სადაც აუცილებლად იქნება როგორც ავადმყოფობა ჩვენ, კატასტროფების მომატება იქნება, ჩხუბები, უაზრო ლაპარაკები, უაზრო სიტყვების თქმა, რომლებიც ადამიანის ფსიქიკას დააზიანებს. ეს პერიოდი არის კარმის გამოცდები. მე კი ვამბობ, რომ 2030 წლამდე ჩვენ გავდივართ გამოცდებს, მაგრამ არის პერიოდი, სადაც შეგვიძლია რომ მივიღოთ მინიშნებები. ეს მინიშნებები კოსმოსიდან მინიშნებები და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. ანუ სატანა ეს ჩვენ გვებძვის. უბრალო ენით სატანა ჰქვია. და ისე ჩვენ ვამბობთ უარყოფითი ენერგიები. ჩვენ გონებას და ჩვენ გონებას ებრძვის ეს უარყოფითი და ფაქტიურად ჩვენ დაპირისპირებამდე მივდივართ როგორც გარეთ, ისე ოჯახებში. ურთიერთობაში, როგორც გარეთ, ისე კიდევაც ოჯახებში. იმატებს ამბიციები და უკმაყოფილობების გზნობები. არ უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება ამ ყველაფერს, მაგრამ ამ პერიოდში ჩვენ რადგანაც ვართ გაღიზიანებულები, ჩვენ პასუხს გავცემთ და მერე შეიძლება ვინანოთ. რა არის იცით, ეს პერიოდი, ამ პერიოდში უნდა გავეცალოთ უარყოფით ადამიანებს, ვიც იჩენს აგრესიებს, ეს ჩემი რჩევაა თქვენთვის. კატასტროფები მოიმატებს. ეს მაისის თვე, მაინდამაინც უარყოფითი თვე იქნება, კი ამბობენ, რომ შუალედამდე, 15 ზღვამდე, მაგრამ სუმთლიანობაში მაისის თვე ცოტა უარყოფითი და ჩვენ უნდა აუცილებლად შევიკავოთ თავი და ვიყოთ ფრთხილები. მნიშვნელობა არ არის ეს, που იქნება ვერძი, თუ კურო, ტყუპები, თუ კირჩხიბი, ლომი, თუ ქალწული, სასწორი, თუ მორიელი, ან შულდოსანი, თხის რქა, ან მერტყული. მნიშვნელობა არ არის ზოდიაქოს, მაგრამ ასე კი საინტერესო თვეც იქნება ყველა ზოდიაქოსთვის, რომ გაიგონ ცხოვრების ფასი. ხანდახან საჭიროა ეს კარმული კვანძების გავლა, რომ გავიგოთ რა არის ცხოვრება და როგორ უნდა ვიცხოვროთ მერე. ერთი თვის განმავლობაში მოიმატებს თავის ტკივილები, დაშორებები, ჩხუბები, აგრესიები, დეპრესიები. ამ პერიოდში ლომს ვერც გაეღვიძება ლიდერული თვისებები და შეიძლება ბევრ შეცდომებით დაუშვათ. კუროსთვის ცოტა მძიმე პერიოდი იქნება, დადგება როგორც ჯანმრთელობის, ისე ფინანსური პერიოდი. ხიფათები ცოტა მოემატება, ზოგს ისეთი ხიფათები, რომ ფრთხილად იყოს ან ძაღლებთან, ან ცხოველებთან, რომ პრობლემები არ შეიქმნას. ნერვიულობა იქნება საქმეებში, შეფერხებები. ზოგს სიცოცხლეც ის მდონემდე მივლენ, რომ სიცოცხლე აღარ მოუნდებათ. რომ იცოდეთ, რომ გაივლის ეგ მაისი და ყველაფერი გამოსწორდება. მაისის მერე
უკვე შეიძლება დაწინაურება კონდეს სამსახურშიც, ფინანსური კეთილდღეობაც იყოს. Вообще, მე იმას ვამბობ, რომ აი ეს მაისის თვე ჩვენ როგორმე უნდა გავიაროთ სწორ მიმართულებაში და უფრო წყნარად, უფრო მშვიდად, არ უნდა ავღვევთ არცერთ აგრესიებს და უნდა მინიშნებებსაც ყურადღება მივაქციოთ. ზოგჯერ აი ვიღაცას სიტყვას თქვა, ან ქუჩაში თქვეს სიტყვა რაღაცა, როგორც პატარა მინიშნებას ავით, ან კატამ გადაგვირბინა, მაშინ მაინც თავისებურად ჩვენ უნდა აუცილებლად ყურადღება მივაქციოთ ყოველი აი ამ პატარ-პატარა მინიშნებისთვის. მე აი ეს მოკლე მიმოხილვა გავაკეთე, რომ როგორ უნდა გავიაროთ მაისის თვე, რომ პრობლემები არ შემდგენ, იმიტომ რომ ეს ავანტყოფობები და აი ეს პრობლემები, აი ეს აგრესიები, აი დაგუძაბავს ძალიან დაგუძაბავს. აი ეს გინდაც პოლიტიკურად ავიღოთ, გინდაც ოჯახებში ავიღოთ, მნიშვნელობა არ არის. აი ეს უნდა ცოტა ვიფიქროთ მაგაზე და ცოტა დინჯად გავიაროთ, იმიტომ რომ მაისის თვე არის პრობლემიური და კარმული და ისედაც კარმას გავდივართ, მაგრამ აი ეს პერიოდები არსებობს, სადაც შეიძლება მძიმე კუთხე, რომელიც ჩვენ შეიძლება პრობლემაში აღმოჩნდეთ მერე და მერე. ეხლა გავნაგზოთ ჩვენი თემები. რამოდენიმე თემა თქვენ გაინტერესებს. ანუ დღეს რადგანაც საერთო პროგნოზი გავაკეთეთ, გაგაცანით, მოდით განვიხილოთ ერთ-ერთი თემა. ეს არის კოსმიური პარაზიტები. რა არის კოსმიური პარაზიტები? ანუ კლაშეები, ლავრები. ერთ-ერთი შეკითხვა იყო. აი ახლა მე მომაწოდეს შეკითხვა, ერთ-ერთი შეკითხვა იყო, რა არის ეს კოსმიური პარაზიტები და როგორ შეიძლება ჩვენ მოვეგიეროთ ეს კოსმიური გონებაში და სხეულში. რა ზიანი მოაქვს ამ კოსმიურ პარაზიტებზე? ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს პატარა თემა არ არის, რომელიც ჩვენ ვილაპარაკებთ, ეს კოსმიური პარაზიტები, ეს როგორც ჯადოს მხრიდან შეიძლება, მე მაშინ ვილაპარაკე, რომ როგორც ჯადოს მხრიდან შეიძლება რომ მიიღოთ, ხო, ადამიანის სხეულში, ისე შეიძლება თქვენ თვითონაც გამოიძახოთ. როგორ შეიძლება გამოიძახოთ პარაზიტი? ეს არის უარყოფითი აზრები, ეს არის ის, რომ ყოველთვის თქვენ შიში გაქვთ რაღაცის, აი კოსმიური პარაზიტები თვითონ მოდიან, როგორც აი თქვენ თვითონ იძახებთ, ან შიშმა, ან კიდე არასწორი ქცევამ. ეს არის აი კიდევ გეუბნებით, ეს არის ყოველდღიური კარმაში, რაც შეიძლება ადამიანმა რომ მოიტანოს უარყოფითი თავის ცხოვრებაში. ეს არის ის, რომ შეიძლება გამოიძახოს ისეთი კოსმიური პარაზიტი, რომელიც მე ძალიან ძნელია მაგისგან უკვე განთავისუფლება. რატო? იმიტომ რომ ფსიქიკური მდგომარეობაში უკვე შედის და ადამიანი უკვე როგორც პლასტინკასავით აი ატრიალებს და გონია რომ მართალია და ამ პარაზიტს უფრო აკმაყოფილებს ამითი, აჭმევს და ის პარაზიტი შეიძლება მე დაავადებაშიც გადაიზარდოს. ეს ფაქტიურად აქ არის ისეთი მომენტი, სადაც ჩვენ მივდივართ რომელიმე ამ კითხავთან, ან იმასთან და იმან არასწორი ინფორმაცია მოგვცა, რაღაცა შეგვაშინა და აქედან გამომდინარე შეიძლება ჩვენ აი ამ ფიქრებით ჩვენი და აზრებით გამოვიძახოთ ან რომელიმე კლაშე, ან რომელიმე ლავრა. აი ეს არის კოსმიური პარაზიტები, ეს მაგათი დასახელება ეგეთი. აი კლაშეები უფრო ჯდებიან მე დაავადებასთან, დაავადებაში გადადიან და მე შეიძლება კისტური დაავადებები აღმოჩნდეს, მაგრამ კი ბატონო, ჩვენ მივდივართ ეხოსკოპიაზე, ჩვენ გვეუბნებიან რაღაც პატარა კისტები გაქვთ, ან კიდე პოლიპები გაქვთ. ეს არის კისტური წარმონაქმნები, შეიძლება ეს იყოს, აი ეს კისტური წარმონაქმნები, რასაც ქვია კლაშეები და ლავრები, რომელიც ჩვენ არასწორი რაღაცა გავაკეთეთ, ან არასწორად ჩვენ ვიფიქრეთ, ეს ყველაფერი ჩვენ გამოვიძახეთ ჩვენ თვითონ. ესევე შეიძლება გამოიძახოს თვალმა ამ კლაშეები, ეგრევე შეიძლება უარყოფითი გამოიძახოს ჯადოს განაკეთობები, რომელიც აკეთებენ
შავი მაგისტრები, ხო? და აქედან გამომდინარე აი ეს შავი მაგიის ჯადოები უფრო და გლაშეები და ლავრები უფრო ადვილია მოხსნა და განწმენდა ვიდრე თქვენ თვითონ როცა გამოიძახებთ, იმიტომ რომ თქვენი ფსიქიკა უკვე იმდენად მუშაობს მერე უკვე უკუღმართი კუთხით, რომ ადამიანები უკვე აი გონიათ, რომ თავისთავი რომ მართლები არიან და ეს კიდევ და კიდევ გეუბნებით ატრიალებენ თავის ტვინში და აქედან გამომდინარე უკვე ხდება ის, რომ ადამიანის ორგანიზმში უკვე ეს კისტური წარმონაქმნები იქმნება. თქვენ მეკითხებით, როგორ შეიძლება ამ გლაშეებით და ლავრების მოშორება. ნუ ახლა თუ ეგ ჯადოებით არის გამოწვეული, значит ფაქტიურად ეს უნდა მოიხსნას, განიწმინდოს და მე ეს უნდა მოიშოროს. და თუ ეს არის გამოწვეული უკვე თქვენივე თვითონ, აქედან გამომდინარე, გარდა იმისი, რომ ასტროლოგიური დიაგნოზმა თუ დაგიდგინათ, რომ ეს თქვენივე არის გამოწვეული, აი ეს კოსმოსიდან, აი ეს პარაზიტები, რომელიც თქვენ მერე გიშლით თქვენ ცხოვრებაში ხელს, აქ უკვე გარდა იმისი, რომ მოხსნა განწმენდა, მერე უკვე ფსიქოლოგიც უნდა იმუშაოს თქვენზე, იმიტომ რომ აი თქვენი გადარწმუნება იქნება ძალიან ძნელი, იმიტომ რომ თქვენ იმდენად უკვე შეხვალთ აი ამ როლში, რომელიც ამ როლიდან უკვე ძალიან ძნელი იქნება თქვენი გამოყვანა. ეს ძალიან ბევრი ოჯახებში ხდება ეს ყველაფერი, ეს ბავშვებთანაც არის დაკავშირებული, შიშმა იწვევს, რომ აი ჩემი შვილი თუ იქით გეწავა რაღაცა მოხდება და მე ამბობთ, რომ ვაიმე მე ხო ვამბობდი, ხო? კი არა ამბობდი, თქვენ თვითონ გამოიწვიეთ ეს უარყოფითი, რომელიც თქვენმა შიშმა გამოიწვია. კიდევ და კიდევ მე მინდა გითხრათ, რომ არ შეიძლება სხვა ადამიანზე იფიქროთ ცუდად, გეიგეთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს მნიშვნელობა არის თქვენი შვილია, შვილიშვილია თუ თქვენი ნათესავია, ყველა ადამიანს აქვს თავისი ანგელოზი, რომელიც როგორც იცავს, ისევე უარყოფითს. აი ეს უარყოფითი, რომელიც თქვენი აზროვნება, რომელიც მიდის, მე ის იკვებება უფრო მეტად, ვიდრე ეს თქვენი დადებითი ანგელოზი და იმ ბავშვის ანგელოზი და იმიტომაც ხდება აი ეს უარყოფითი საშინელი ტრაგედიები, ან კიდე ავარიები, ან კიდე რაღაცა პრობლემები უხდებათ. თუ, конечно, არ არის დაკოდირებული განაკეთება, რომელიც აი ეს ჯადოს გაკეთება, რომელიც აი კოდირებული ჯადოები, რომელიც სასიკვდილოდ მერე მიყავთ ადამიანს. ეს არის ვუდუ მაგია, ეს არის. ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ შეიძლება რომ გავთავისუფლდე აქედან. კიდევ და კიდევ მე შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად ჯერ პირველ რიგში ჩვენ უნდა გავარკვიოთ რა ხდება თქვენ თავზე, რა კლაშეა ეგა, რა ლავრაა ეგა, თვალია და თვალისგან არის ეგა, ჯადოსგან არის ეგა, თუ თქვენ თვითონ გამოიძახეთ, ამას აუცილებლად ესაჭიროება დიაგნოზის დასმა, რომელიც ეს იქნება ასტრალის, კარმის, აურის განაკეთებების და მე უკვე ვიტყვით, როგორ შეიძლება ჩვენ გავთავისუფლდეთ, ან როგორ შემიძლია, ან როგორ შეუძლია პროფესიონალს თქვენი დახმარება. იმიტომ რომ იმდენი თვალია, იმდენი პრობლემაა დღევანდელი დღით, კიდევ გითხარით 2005 წლიდან დაწყებული უარყოფითი უფრო მეტად ძვინვარებს და მე ბევრი მქონდა ლაპარაკი სამაგისტრო, ეხლა დღევანდელი დღით ზვინვარის უფრო უმეტესობა უარყოფითი, ვიდრე დადებითი. იმიტომ ბიოველიც ისეა დედამიწის, რომ უფრო უარყოფითად არის. აი ძალიან ბევრისგან მესმის, ცუდად ვარ, არ ვარ კარგად, არ შემიძლია თავის ტკივილები, ეს ამითია გამოწვეული, რომ ბიოენერგია, ენერგიის მოსრუტვა მიმდინარეობს დიდი რაოდენობით და თქვენ ხდებით უძლურები, როგორც ბოთლი, რომელიც წყალი არ ასხია და ცარიელა ბოთლივით და აქედან გამომდინარე, უკვე ყველა უარყოფითი ჩადის აი ამ სუფთა ბოთლში, რომელიც აი სუფთა ჭურჭელში, რასაც ქვია, ეს არის ჩვენი სხეული და შეიძლება აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღოთ ყველანაირი დავადება, რომელიც როგორც განუკურნებელი და დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს დავადებები. ძალიან ბევრს მე ვლაპარაკობდი იმაზე, რომ რა არსებობს, კიდე აი არსებობს რუნები, ტარო,
ათასნაირი ფორმულები, თილისმები, ამულეტები, რომელიც შეიძლება ჩვენი თავი დაიცვას, ხო, ელემენტალურად, მაგრამ არსებობს კიდევ ისეთი ამულეტები, რომელიც ადამიანი უარყოფითი ადამიანმა თუ მოხცათ ის ამულეტი, ან რუნა გაიკეთათ, ან კიდე მოხსნა გაიკეთათ, შეიძლება უარყოფითად მიიღოს თქვენმა ორგანიზმმა და თქვენმა აურამ და უფრო უარესად გახდეთ. არსებობს ეს ძალიან ბევრმა მეკითხება ამულეტებზე და არსებობს ამულეტებიც, არსებობს რუნებიც, არსებობს სანთლების სპეციალური ლოცვები, რომელიც ადამიანები მართავენ მაგას და აკეთებენ თავისი საკეთილდღეოდ. და მე ძალიან ბევრი გამიგია, რომ იყიდება თილისმების სახით ყიდიან აქსესუარებს. მაგრამ იმან არაფერი არ მოიტანს და მართლა ვინ გაყიდა ეგა, როგორ მოვიდა ეგ თქვენამდე, ხო? ვინ მოგიტანათ, ვინ ჩაგაბარათ ეს ყველაფერი, ვინ შეკრა ეს თილისმა. აქედანაც გამომდინარეა, იმიტომ რომ დღევანდელი დღით ჩამოაქვთ თილისმები და ეგრევე აძლევენ. კი არ გკითხულობენ არც ლოცვას საკეთილდღეოდ, ეგ უბრალოდ ირქმევა თილისმა. თილისმა როგორც ამულეტი და როგორც ეგრე არ ხდება ჩემო ძვირფასებო, პროფესიონალმა თუ არ შელოცა თილისმა თქვენ სახელზე, თქვენ გვარზე, თქვენ დაბადების წელზე, თუ ეს არ გაგიკეთათ, ის თილისმა, ის ამულეტი არ იმუშავებს და უფრო უარესი, რომ შეიძლება ენერგიები, აი თქვენი ენერგიები და გამომგზავნის ენერგიები ვაფშე არ შეეფარდებოდეს ერთმანეთს და უფრო შეიძლება უარესი მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, ვიდრე ან ბარაქის, ან კიდე დაცვითი პროგრამის თილისმები. იმიტომაც თილისმებთან და ამულეტებთან და აი ნუმეროლოგიად სანთლებთან ძალიან დიდი სიფრთხილე ესაჭიროება ადამიანს. აი ხომ აქ შეკითხვა რა მოაქვს ჩვენ ცხოვრებაში, როგორც პოზიტივი და როგორც უარყოფითი. რა მოაქვს როგორც პოზიტივი და როგორც უარყოფითი? უარყოფითი არის უარყოფითი, პოზიტივი არის პოზიტივი, ხო? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყოველდღიურ კარმაში აი ელემენტალურად მე ერთ რამეს გეტყვით, რომ რა არ შეიძლება გაკეთება. ტვინში დაბუდება ადამიანის კვლელობა, ადამიანის ცუდად ყოფნა. არ უნდა იფიქროთ ცუდად, გეგეთ, აი ეს არის პირველი, რაც თქვენ გევალებათ, როგორც ადამიანს. არ უნდა იფიქროთ დიდ ფულზე, ხო, ელემენტალურად. კი, ფიზიკური მდგომარეობა არის მატერიალურ მდგომარეობასთან, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვაგვიცდეს, რომ სულიერი მდგომარეობა გვაქვს, ხო? და აქედან გამომდინარე, აი ეს სულიერი მდგომარეობა უფრო უნდა მაღლა დავაყენოთ ცოტა, ვიდრე ფიზიკური და ფინანსური მდგომარეობა. აუცილებელი არ არის, რომ თქვენ იყოთ მილიონერი. პირველ რიგში იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენი სულიერი მდგომარეობა არის ზემოთ, უნდა იყოს ზემოთ. ეს რას ქვია ზემოთ? არ უნდა იფიქროთ ცუდი, არ უნდა იფიქროთ დიდ მილიარდებზე და რაღაცა ფანტაზიებზე, რომელიც აფანტაზიებთ თქვენ გონებაში. აი ეს ყველაფერი არ უნდა არც კაცის ყლაზე ეს ამას არ ნიშნავს, რომ კაცი მოკლათ და ეს კაცის ყლაზე იყოს ლაპარაკი, არა, იმ ტვინის უჯრედებში ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, აი ამბიცია, შური, აი ეს ყველაფერი ჩვენ უნდა მოვიშალოთ. ნუ უყურებთ სხვას, როგორ ცხოვრობენ, ან რა აქვთ, ან რა არ აქვთ, ხო? იფიქრეთ თქვენ კეთილდღეობაზე, თქვენ წარმატებაზე, თქვენ პირველობაზე. არ არის საჭირო, ყველა ვერ იქნება პრეზიდენტი, ყველა ვერ გახდება ეხლა მაგისტრი, ხო? ელემენტარულად რაც შეგიძლიათ ის აკეთეთ, ყველაზე უკეთესად რაც გამოგდით, ის აკეთეთ, ვიდრე გააკეთოთ ის, რაც იქნება, რომ ადამიანს თქვენ ზიანი მიაყენოთ. ეს იქნება მაგიური კუთხე, თუ იქნება პოლიტიკური კუთხე, თუ იქნება. უნდა ვიფიქროთ, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ სასიკეთოდ, რა უფრო უკეთესია, აი რა გინდათ თქვენ და თქვენთვის და თქვენ შვილისთვის, ის უნდა გინდოდეთ სხვისთვის. რა მოგეწონებათ თქვენ, ის უნდა გააკეთოთ ისე, რომ ის მოეწონოს იმ
თქვენ გარშემო ვინც დგას, ეს იქნება ახლობელი, თუ იქნება თქვენი ნათესავი, თუ იქნება თქვენი ამხანაგი. კი, დაპირისპირება და ეს ყველაფერი იმიდან შეიძლება წამოვიდეს, მაგრამ უნდა ელემენტალურად გაეცალოთ. აი, მეტი ბევრი რამე კი არ არის ამ კარმაში, ყოველდღიურ კარმაში. ბევრი კი არ ითხოვება კოსმოსიდან თქვენ. ნუ ჩხუბობთ ტყუილა უბრალოდ ოჯახებში. ნუ ქმნით აჟიოტაჟებს, სიყვარული. თქვენ უნდა იფიქროთ თქვენ შვილებზე, შეხედეთ ერთმანეთს თვალებში. იფიქრეთ, რომ ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორც საჭირო. თუ მოიყვანეთ მეუღლე და გყავთ მეუღლე და გყავთ ოჯახი, არ არის საჭირო იფიქროთ მაგით დაშორებაზე ან ოჯახის დანგრევაზე. ეგეც ერთ-ერთი უარყოფითი. ნუ მე არ ვამბობ სამაგისოდ, რომ შეიძლება იყოს, რომ ორი ადამიანი თავისი კარმით არ იყვნენ ერთად, ან ზოდიაქოთი ვერ იქნებიან ერთად და ან კიდე აგრესიებია 24 საათის განმავლობაში, თუ არ არის განაკეთობა ჯადოების და თუ არ და ადამიანები უფრო უკეთესია, წყნარად გოხდათ ლამაზად, უნდა დაშორდნენ ადამიანები, მაგრამ უმეტესობა იმას ვამბობ, რომ უნდა შეინარჩუნოს როგორც ქალებმა, ისე მამაკაცებმა ოჯახი. ბევრი რამე შეიძლება მოხდეს ოჯახებში, კამათიც ისიც, მაგრამ აი ეს არის, რაც არ უყვარს კოსმოს, ეს არის ჩხუბი, კამათი და უაზრო სიტყვების თქმა და მერე თქვენვე რომ დაუფიქრდებით, მერე თქვენვე ამბობთ, რატო გავაკეთე მეგა და ნანობთ უკვე. აი, სინანულემდე არ უნდა მიხვიდეთ სამაგისოდ, იმიტომ რომ კოსმოსში როცა შედის ერთი უარყოფითი, ხო? იცოდეთ, რომ თქვენ უკვე გამოძახებული გაქვთ ეს კლაშეები, ეს ლავრები და უარყოფითი გასულია ზემოთ. და უფრო უკეთესია იფიქრეთ პოზიტივზე და აი როცა პოზიტივი, ბევრი პოზიტივი რო შედის, მე მოხდა რაღაცა ოჯახში პრობლემა, ხო? значит, ეგრე საჭირო იყო. значит, ეგრე მოხდა, ხო? ან ვიღაცამ ფეხი მოიტეხა, ან ეგრე რაღაცა მინიშნებაა უკვე. ადამიანი როცა ცოცხალია და რაღაცა უხდება, ეს არის მინიშნება, რომ სადღაც რაღაცა პრობლემა არსებობს და ის პრობლემა უნდა გადაიჭრას სწორედ. ან კიდე ოჯახებში ხდება ჩხუბები და კამათები. ერთმანეთს ვერ ეწყობიან, ვინ პირველობას აიღებს. აქედანაც გამომდინარე, შეიძლება იყოს ჯადოთი გამოწვეული, შეიძლება მე არ ვუარყოფ, რომ თვალით იყოს გამოწვეული, მაგრამ არის კიდევ გამოწვევა რა, პირველობის აი ადამიანს უნდა რომ აი პირველობა რო აიღოს, ან მამაკაცზე, ან მამაკაცი ქალზე, ამას ქვია უკვე ძალადობა, მოძალადე ცხოვრების კუთხე იშლება, რომელიც ეს ადამიანები ხანდახან ვერ იგებენ და აქ უკვე აი უკვე ჩდება ის, რომ ჩვენ ვაკეთებთ უარყოფითს და უშვებთ კოსმოსში უარყოფითს და აქედან გამომდინარე ჩვენ კარმაში ჩვენ მისიას აღარ ვასრულებთ და უკვე მივდივართ უკუ მიმართულებით. ჩემი რჩევა ყველა ოჯახთან იცოდეთ, რომ ოჯახი ეს არის სარკე, რომელიც სხვა სხვები იყურებიან და ხედავენ თქვენში ცუც ან კარგს, შვილებიც უყურებათ, რას ამბობს დედა, ან რას ამბობს მამა და ეგენი ბაძავენ თქვენ და როცა ადამიანი მერე ფიქრობს სწორედ, აქედან გამომდინარე მერე ჩვენ ვამბობთ ის, რომ რატო გავაკეთეთ, ან რატო დავაშავეთ. აი ძალიან ბევრი ვიცი ოჯახები, სადაც იჩხუბებენ, იკამათებენ, ნუ გამოლანძღავენ ერთმანეთს, ხო? მერე მეორე დღეს ამბობს, მე ვიყავი ეგა, რატო გავაკეთე? რა მოხდა ჩემ თავში? ნუ თუ ეს მე ვიყავი და ძალიან უმეტესობა ადამიანები, რომელიც აი მერე უკვე ნანობენ, მაგრამ შეიძლება რომელიღაც ადამიანს შეუძლია რომ გამოთქვას ეგ სიტყვა, ზოგს მაინც თავისი სიტყვაზე უნდა რომ დარჩეთ, ნუ რადგანაც გავაკეთე, ბოლომდე წავიყვანო. აი ზუსტად აქედან გამომდინარე ჩვენ კოსმოსში ვაძლევთ უარყოფით ძალას. ნუ შეიძლება კიდევ და კიდევ ვამბობ, რომ ეს იყოს ან ჯადოთი გამოწვეული, ან თვალით გამოწვეული, ან კლაშეებით, ან ლავრებით და მოდით მარტო ამაზე ზოგჯერ არ არის მარტო ამაზე
ამაზე ჩვენ კი ვაბრალებთ ყველაფერს ხო ან ჯადოა აი ვიღაცამ გამთვალა ან ვიღაცა მაგრამ ხანდახან ჩვენც თვითონაც ვართ დამნაშავეები რომ ჩვენ ემოციებს ვერ ვმართავთ აი ზუსტად ეს არის ყოველდღიური კარმა აი ეს არის რომ რაც ადამიანს თუ ადამიანი ხარ თუ სხეული გაქვს ფიზიკური მოლეკულა ხარ შენ გევალება რომ შენ მართო შენი თავი მაგრამ როცა ვერ მართავ ამ შენ თავს ეს არის ან კიდევ გეუბნებით რომ ან ჯადოთი ან თვალით ან იმით ეს სხვა კუთხეა ხო ეს სხვა რაღაცაა რომ თუ ხედავთ რომ აი დიაგნოზში არ არის ჯადო და სუფთა ადამიანია ხო მაშინ значит შენ თვითონ ვერ მართავ შენივე ცხოვრებას შენივე გონებას ვერ მართავ აქედან გამომდინარე ეს არის უკვე შეცდომა და ჩვენ მივდივართ უკვე უარყოფით კარმაში ჩვენ უკვე მივდივართ არასწორ მიმართულებაში და უკვე ჩვენ მერე უკვე ჩვენი შვილები ჩვენი შვილიშვილები აი ზოგჯერ ბავშვები ისეთი უკუღმართი სიტყვებით ისეთი გამომლანძღავი სიტყვებით ელაპარაკებიან მშობლებს რა ხდება ხო ვამბობთ რა ხდება ხო რატო აი უფრო 2015 წლიდან უფრო გააქტიურდა აი ეს აგრესიები ბავშვების მხრიდან ერთმანეთის დაჭმა ერთმანეთის ჩხუბი ერთმანეთზე ოჯახებში ხდება უკვე აი ეს პრობლემები ხანდახან ჩვენ ვაბრალებთ მარტო ჯადოებს ხანდახან ვაბრალებთ თვალს ხანდახან მაგრამ ყოველთვის ხო არ შეიძლება რომ იყოს ჯადო ან თვალი ხო აქ უკვე ჩვენ რომელიღაც სადღაც ჩვენ შევცდით რაღაცა არასწორი მიმართულება ავიღეთ ან არასწორი სიტყვა ვთქვით ან არასწორად რაღაცა გავაკეთეთ რომ აი ეს ყველაფერი წაიმართა значит ჩვენ მარტო რა არის ჩვენი სხეული ჩვენი ფიზიკური მოლეკულები ხანდახან ჩებით მარტო კოსმოსთან და აქედან გამომდინარე ამ კოსმოსთან გამომდინარე ჩვენ ვიწვევთ ან პოზიტივს ან უარყოფითს და ეხლა დღევანდელი დღით უფრო უმეტესობა აი ჩხუბში იძინებენ თავის თავთან ჩხუბობენ თავის თავს ებრძვიან და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი პაციენტი მყავს რომელიც მოდიან თავის ტკივილებით სახსრების ტკივილებით ნუ ადამიანები არიან როგორი აი რატო ხდება ჩემ თავზე ესა რა მომივა შიში მაქვს ვერ გამოვდივარ ამ მდგომარეობიდან და როცა ვეუბნები აი ჯადო გამიკეთეს და ხანდახან რომ უყურებ მაგათ დიაგნოზს რომ არ არის ეს ჯადო არც თვალი ხო ელემენტალ მე ვეუბნები შენგან არის დამოკიდებული ნუ ხანდახან ფიქრობენ რომ რა ხდება ხო რატო გვეუბნება ამას ქალბატონი ანა მე გძნობ რომ მე ჯადო მაგრამ არა ზოგჯერ არც არაფერი არ არის და შენ თვითონ ებრძვი შენ თავს და ჩვენ უნდა მოვიგერიოთ თქვენივე კარმა მერე უკვე ვხედავთ უკვე რეინკარნაციაში რა ხდებოდა გენეტიკაში რა ხდებოდა და ხედავთ რა სიტუაციიდან რომელი გზიდან დაიწყო თქვენი აი ეს დავადება რასაც ქვია ამას ქვია დავადება რომელიც მერე ძალიან ძნელია კი დრო უნდა უკვე მაგას რომ ადამიანის ტვინის უჯრედებიდან ამოიღო აი ეს როგორც ამბობენ ღვაწლი, აი ეს შიში, აი ეს ამბიცია, აი ეს ლიდერობა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ მეწინააღმდეგება უკვე თვითონ სხეულის გეწინააღმდეგება უკვე შენშია უკვე უარყოფითი დაბუდებული. ანუ ზოგი ამბობენ სატანა დაეუფლა ჩემს სხეულს. აი ზუსტად მე ვამბობ რომ ეს არის უარყოფითის დაუფლება. ძალიან საინტერესო კითხვები მომიტანეს, რომელიც არის რომ აი ამულეტი უშველის ამ ყველაფერს. მარტო ამულეტი ამას არ უშველს, არც თილისმა მარტო არ უშველს. თილისმა და ამულეტი ეს არის დანიშნულებით. როცა აურა გაქვს შენ გასუფთავებული, როცა შენ ბიოველი გასუფთავებული, როცა არ ჯადო გაკეთებული და არ თვალი, აი მაშინ სწორედ მუშაობს უკვე სწორედ შელოცილმა ამულეტმა, ან თილისმა, ან აი ეს ფორმულები, რომელიც რუნები, რომელიც ლაპარაკობთ ამ რუნებზე და ამ ყველაფერზე.
აი ხანდახან აი ოჯახებშიც როგორ დგას კრაოტი საძინებელში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად ვართ უფრო მეტად სად გვიდგას საძინებელის ტრიმო ან კიდე გარდიროფი ან კიდე დივანი ხო სადაც ჩვენ უფრო მეტად ვიმყოფებით დადებით ენერგიას გვისხევს თუ უარყოფით ენერგიებს ელემენტალურია ხო რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ სადღაც დავდგათ ნაძვის ხე აი ხო ეს ელემენტალური რაღაცეებია ხო სადღაც დავდგათ სავარძელი რომ იქ ვიგზნოთ ჩვენი თავი კომფორტულად ეს ყველაფერი ძალიან კაბუტობა აი ძალიან წვრილმანია, მაგრამ იმდენად ბევრი მოაქვს სასიკეთო ან უარყოფითი, რომ ხანდახან ვფიქრობ, რომ აი დავჯექი მე აი ამ ადგილზე რომ ვჯდები, მე თავი მტკივა. მე გადავჯექი სხვა ადგილზე, აღარ ამტკივა თავი. რატო? იმიტომ რომ თქვენ დაჯექით უკვე უარყოფით თქვენთვის შეიძლება მე დავჯდე და ყველაფერი კარგად იყოს, ჩემთვის იყოს დადებითი, მაგრამ თქვენ დაჯექით, თქვენთვის არის უკვე უარყოფითი. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, ან საჭმელს ვაკეთებთ, ან ტრიალებთ სამზარეულოში. ხანდახან სამზარეულოში ქალბატონები ტრიალებენ, აი რატო კიდე ხდება ჩხუბები, მე ქალბატონების საყურადღებოდ ვამბობ და ან ვინც შეიძლება მამაკაცებიც ვინც ამზადებს საჭმელს. თქვენ რო ამზადებთ ამ თქვენ კერს თქვენ ხო უნდა მიუტანოთ თქვენ ახლობლებს, თქვენ მეუღლეს უნდა მიართვათ ან თქვენ შვილებს. როცა თქვენ აკეთებთ და რაღაცა სჭრით, აი ნახეთ რა არის, სჭრით დანით კომბოსტოს და იმ მომენტში ჩვენ ჩხუბობთ. ყველაზე დიდი ჯადო ეხლა თქვენ იმ წუთში გააკეთეთ. თქვენ ოჯახში 24 საათის განმავლობაში თქვენვე გააკეთეთ ჯადო, რომ თქვენი ოჯახი ყოველთვის იქნება კონფლიქტში. ნუ მინიმალური და მაქსიმალური 40 დღე მაინც გექნებათ ეს. ან რაღაცას აკეთებთ საჭმელს თქვენ იმაშვებით რა ქვია ამზადებთ ხო? ან ხორცს სჭრით ან და აქედან გამომდინარე და ეს არის ჩხუბით გაკეთებული. თქვენ მე ხო აჭმევთ უკვე მიირთმევენ ეს სუფთა საჩხუბი არის. იქნება. აი, ვამბობთ, ტკბილ ჩაის ვუმზადებთ, ხო? და ეს ტკბილი ჩაი, ან ეს ტკბილი წყალი, რომელიც ჩვენ დაუმზადეთ, სიყვარულით იქნება დამზადებული, ხო? ელემენტალურად კეთილი გულით, მთელი გულით იყოს დამზადებული. იცით რა მხოლოდ დიდი მნიშვნელობაა, რომ თქვენ რომ მიართმევთ თქვენ მეუღლეს ან ჩაის, ან წყალს, ან კიდე რომელიმე კერძს, მთელი თქვენი ცხოვრება შეიძლება ისე გადატრიალდეს სასიკეთოდ. რო თქვენ თვითონაც ვერ გაიგებთ საიდან მოვიდა ეს ყველაფერი. აი პატარა ნიუანსები, ძალიან პატარა ნიუანსები, რომელიც შეიძლება ადამიანს ან დაუნგრიოს მთელი ცხოვრება, ან ააწყოს მთელი ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მე ვლაპარაკობ იმ კუთხით, რა შეიძლება თავისუფლად გააკეთოთ თქვენ, რომ თქვენი ოჯახები და თქვენი ცხოვრება იყოს წყნარი, ლაღი და ფინანსურათაც გაძლიერებული, იმიტომ რომ დილით რო ვდგებით, აუცილებლად მარჯვენა ფეხით ადექით, აუცილებლად თქვით სიტყვები, რომ მე ვდგები მარჯვენა ფეხით და ეს დღე იყოს კეთილი და ბედნიერი. შედიხართ პირველად სადმე მარჯვენა ფეხით, რომ კარგი ურთიერთობა დაამყაროთ, ის იქნება უფროსი თქვენი თუ იქნება სადღაც სტუმრად თუ შედიხართ. და აი როცა უკვე გაკეთებულია ან ამულეტები, ან ისინი თილისმები და აქედან გამომდინარე ჩვენ როცა ამულეტებს ვამზადებთ, ხო? აქედან გამომდინარე ამულეტებს რო ვამზადებთ, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა აუცილებლად ვიფიქროთ, რაზე გვინდა გავაკეთოთ ეს ამულეტი, რაზე გვინდა გავაკეთოთ თილისმა, იმიტომ ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს ეხლა ჩემ წინ, რომ როგორ შეიძლება ეს ამულეტი ვატარო, მე პროსტა ეხლა დღეს ბრწყინვალე შვიდეულია და არ მინდა დაგიტვირთოთ მძიმე თემებით
და მაინც თავისებურად ეს თემაც არ იყო ძალიან ადვილი, იმიტომ რომ ეს თვე ცოტა მძიმე თვე იქნება მაისის თვე და იფიქრეთ რომ მაისის თვეში არაფრის დიდებით არ დაოჯახდეთ, იმიტომ რომ ეს ისედაც არის პრობლემიური თვე და შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მაისში დაქორწინდება, მერე უკვე შეიძლება პრობლემები შეექმნას თავის ცხოვრების მანძილზე. არის კიდე რა, რომ შეკითხვა მაქვს, რომ თილის მებს აკეთებთ თქვენ თუ არ აკეთებთ? კი, ვაკეთებ. თილის მასას ვაკეთებ, ამულეტსაც ვაკეთებ და რუნებზეც მუშაობ. მე ვარ წინასწარმეტყველი, ასტროპაროფსიქოლოგი და ამ თემებზე მუშაობ ძალიან ფაქიზად და პირველ რიგში დიაგნოზის დასმის შემდეგ. მოდით ახლა ვილაპარაკოთ ტაროზე ელემენტალურად, აი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ტაროზე დღევანდელი დღით შლიან კარტებს. და ცოტა კი არა, ცოტა აშინებენ ხალხს, ხო? ან ესე, ან ესე. აი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მე მირეკავს, მეუბნება, თუ შეიძლება გამიშალეთ, ან მითხარით, ხო არ არის რაღაცა პრობლემა ჩემ თავზე. როცა ტაროს ვშლით, ტარო ეს არის ერთ-ერთი მეცნიერი კუთხიდან გამომდინარე და ზოგი ადამიანს გონია, რომ ეს არის უბრალო კარტი. ტარო კარტი უბრალო არ არის. ტაროს გაშლა ამას უნდა პროფესიონალიზმი, ეს არის კარმული დაზიანებებით ჩანს იქა, მისია უნდა გამოჩნდეს იქა, იქ არის აწმო, იქ არის მომავალი, იქ არის თქვენი ბოლოც და ხიფათების, როდის შეიძლება თქვენ გააკეთოთ რაღაც საქმიანობა და ისა, მაგრამ ზოგიერთი სამკარს გაუშლის, მე ძალიან ბევრი ვხედავ TikTok-ზე, ზოგიერთი გაუშლის სამკარს, ოთხკარს და რაღაცას, ეგ უკვე მაგათი საქმეა, მე მაგათ ვინც სჯერა და იჯეროს, მაგრამ ჩემი ვარაუდით, რომ გაუფასურდა, როგორც მაგიური ძალა, ნამდვილი მაგისტრების და ნამდვილი ტაროისტების და ნამდვილი რუნების ფლობელს და ნამდვილი ამულეტების და თილისმების გამკეთებელს, აი ამდენმა გაუფასურებამ, აი ამდენმა ადამიანმა, რომელიც დღევანდელი დღით არც იციან რა არის და პრობლემას როგორც თავისთვის იქმნიან, ისე სხვებსაც უქმნიან დიდ პრობლემებს და ბოლოს როცა ხვდებით უკვე პროფესიონალთან ხანდახან იმდენი ჯადო არ იყო გაკეთებული, რამდენიც თქვენ თვითონ კიდევ და კიდევ ამბობ, თქვენ თვითონ გამოიწვიეთ თქვენ თავზე აი ესე სირბილით, აი ესე უაზროდ მისული სხვადასხვა ადამიანებთან, რომელიც ანტიენერგიებით იქნენ დაკავებულები. აქედან კიდევ ვამბობ, რომ მე მინდა ძალიან ბევრი შეკითხვებზე გაგცეთ პასუხი, მაგრამ ხანდახან ფორმატი და დრო ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას და შემდეგში მე მინდა ჯადოებზე უკვე დავიწყოთ ლაპარაკი, იმიტომ ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს ჯადოებზე და ძალიან ბევრმა ადამიანმა მთხოვს, რომ პატარა ისტორიებით დავიწყოთ ამ ჯადოებზე, როგორი სახის ჯადოებია, რა სიმპტომები აქვს, რა ხდება, როგორ შეიძლება გავიგოთ ჯადო გვაქვს თუ არა გვაქვს ჯადოს განაკეთობა და რა შეიძლება მოიტანოს. კიდევ და კიდევ მე მინდა რომ თქვენ გაგაფრთხილოთ, რომ გარდა ჯადოების და გარდა თვალის და გარდა აი ამ პარანორმალური მოვლენებით, რომელიც უცხო სხეულებიდან შეიძლება მივიღოთ, ხო? არსებობს, რომ ჩვენივე სხეული შეიძლება მოიტანოს ჩვენვე ზიანი. ეს არის კოსმიური კრაშეები და ლავრები. მე ამითი მინდა რომ დავამთავროთ ჩვენი გადაცემა და რითი კიდე მინდა რომ გაგაფრთხილოთ თქვენ, რომ რაც თქვენ იფიქრებთ სწორ მიმართულებით, რაც თქვენ დააშავებთ თქვენთვის, ესე ვერავინ ვერ დააშავებს. ვერც ერთმა ადამიანმა შეიძლება ჯადოებიც მოიხსნათ, შეიძლება თვალიც მოიხსნათ, შეიძლება ყველანაირი თილისმაც და დაცვითი პროგრამა, მაგრამ თუ თქვენ დადექით იმ გზაზე, რომელიც რადგანაც
აი ლიდერობის გზაზე, რომ თქვენ ახართ პირველები, გინდაც მოიხსენით ეს ჯადოები, გინდა თვალის მოიხსენით და თუ თქვენ ეს ამბიცია გაკავშირებთ და თქვენ თვითონ შეგიძლიათ რომ გამოიძახოთ აი ეს უარყოფითი ძალები, რასაც ქვია კლაშეები და ლავრები, თქვენ ვერაფერი ვერ გიშველის და თქვენ დარჩებით ამავე გონებაში და შეიძლება თქვენ იმდენად დააზიანოთ თქვენი ყოველდღიური კარმა, რომელიც მერე ვეღარავინ ვეღარ გიშველით, იმიტომ რომ მე ჩვენაირი ადამიანები შეიძლება დაბლოკონ რეინკარნაციული კარმა, შეიძლება დაბლოკონ გენეტიკური კარმა, მაგრამ ყოველდღიურ კარმაში ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ მიმართულება. აი ახლა როგორც მე თქვენ გაძლევს მიმართულება. მე თქვენს მაგივრად ვერ ვიცხოვრებ. მე თქვენს მაგივრად სახში ვერ შემოვალ და ვერ გეტყვით თქვენ სწორი საკეთებთ თუ სწორი არა. თქვენ თვითონ უნდა იცოდეთ, თქვენ რას ამბობთ, თქვენ რას ფიქრობთ. თქვენ თვითონ უნდა იცოდეთ, რომ თუ ვიფიქრე ძალიან ბევრი უარყოფითი, შეიძლება მივიღო რომელიმე დაავადება. აი მივიღეთ გრიპი, ან მივიღეთ რაღაცა სხვა დაავადება. იფიქრეთ, სწორე რაღაცა ხო გავაკეთე თუ არა რაღაცა არასწორე? შეიძლება რაღაცა დავაშავე და ეს მინიშნება მომცა უკვე კოსმოსმა, რომ მე დღეს ავათავარ, ან შვილი ავად გამიხდა, ან რაღაცას მინიშნება ისეთი, რომ რაღაცა პრობლემები შემემთხვა, ხო? კი, სასიკვდილო არა, მაგრამ იმიტომ კიდევ გეუბნები, მაისის თვე გვაქვს გამოცდების თვე, გვაქვს ის პერიოდი, სადაც ჩვენ გავდივართ აი კვანძს, სადაც აი ცოტა მძიმე კვანძია, არის პერიოდები იქნება და მე თქვენ გაგაფრთხილებთ ყოველთვის, როდის არის ის პერიოდი, რომ ჩვენ უნდა ძალიან დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ. значит, არსებობს რა? კიდევ რომ ჩვენ გავდივართ ახლა ძალიან მძიმე პერიოდს, მაისის თვე დამთავრდება და უკვე ივნისის თვიდან იქნება უკვე კაი პერიოდები და სასიკეთო პერიოდები. ვეცადოთ, რომ ჩვენი ამბიციები, ჩხუბები, კამათები ერთმა თუ ჩხუბობს, მეორე გაჩუმდეს. ან გავიდეს, ან გაეცალოს. ნუ მე არ ვლაპარაკობ მოძალადეებზე, რომელიც პირდაპირ გადადიან ცემაზე, ტყეპაზე და დანაზე და ტრიალზე, იმიტომ ეხლა ამ პერიოდში ძალიან მძიმე პერიოდია, რომ შეიძლება ბევრი მკვლელობებიც იყოს, ბევრი არასრული სიტყვები იყოს ნათქვამი, ოჯახებში ბავშვებთან იქნება კონფლიქტები. ფრთხილად, დიდი სიფრთხილით გავიაროთ ეს პერიოდები, იქნება იმდენი არასწორი მიმართულება აღებული, როგორც ოჯახებში, ისე პოლიტიკაში, ისე ჩვენ ცხოვრებაში და ვეცადოთ, რომ გავიაროთ ეს პერიოდი ძალიან მთლიანად კატასტროფები არის აწეული, რომ ყველაფერი რა ხდება, რომ თუ რამე არასწორად გავაკეთეთ, შეიძლება ან ავარია მოგვივიდეს, ან მანქანამ დაგვარტყას, ან მოწმენდილ ცაზე შეიძლება სახში გაიარო და დავარდე. მოწმენდილ ცაზე და იფიქრეთ, რომ რაღაცის მინიშნება გაძლევენ. რაღაცა მინიშნება, რომ არასწორი რაღაცა გააკეთე, არასწორად მოიქეცი. ეცადეთ, რომ ეს პერიოდები სწორედ გავიაროთ. კი, ჩვენ შეხვდებით კიდევ შაბათს. მე მინდა დაგემშვიდობოთ. შაბათს კიდე შევხვდებით ჩვენ და დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა ამდენი თბილ წერილებისთვის და ბევრი შეკითხვებისთვის, დიდი მადლობა ნდობისთვის. ღმერთმა სულ კარგად გამყოფოთ.